საოცარი რამ არის არსებობს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოცემს ძალას ყოველთვის გაგათბობს ეს სიყვარული შენი რისი კუბეტია ვიცის ცოტა მის დამიწოვა გოსტები ეგა მთელი ძალი მართლა მთელი ძალით რომ ეს ვერ იპოვიდი მიდი აბა ცოტა ჩვენს დაგვიტოვეთ რა არ გააჩერდეს პირი გაღეპირი ოჩახს აი მთელი ძალით ანუ ხო მიდი აბა რა შეგიძლია აუ ამახო შემჭამა რა ხდება? ვიღაც მწერს ყალბი პროფილიდან 2 კვირაა, სად აღარ დაუბლოკე? აუ, ეგრე რამდენი წერს ხოლმე, ნუ შინერვებს ეგეთ რაღაცეებზე. მოიცა, მე რატო არ წერენ ეგრე? იმიტომ ხო არა პროფილზე, სიყვის ფოტო რო გიყენია. შენ საერთოდ ლავინ იამალი გიყენია ეგრე. სიყვის ხო ჯობია. არჩენ გაქვს წესიერი ფოტო, სადაც სივნელეში რო გადაღებული და ნახევად არც ჩან ხარ. ბეტმენური ფოტოა. ხო, აი ეგრე უთხარი გოგოებს, ბეტმენური ფოტოა, ცუდი ხარს კი არა. აუ, ფოტოები ხო არ გადაუღოთ ბიჭებს? კი, მაგარი აზრია. რა ფოტოები? თან მაგარი ფოტოსტუდია ვიცი და იქ წავიდეთ. მოიცა, მე არ მიყვარს პოზიორობა. არც მე. აუ, რაუ? შენ არ იყავი ჩანჩქერზე რომ მეუბნებოდი, ისე გადამიღევითო არ გიყურე, ხო? რეებში გონებ. კაი, მივდივართ ესე იგი. აუ, კი, თან მაგრა გავერთობით, გთხოვთ რა ბიჭებო. აი ხო. ძალიან კარგი. დაიჭირე დაჩი. ძალიან გეტკინა დაჩი. კი, ეს არის ჟური შარტავას ორიგენ. წავედით. აუ, რა სამაზია. აღარ მინდა ფოტოს გადაღება. მე სახლში რო წავიდე ხომ არ გეწყინება. ლაზარე, კაი რა, ამდენი ტანსაცმელი წამოვიღეთ, სტუდია დავჯავშნეთ და ეხლა გავუბრუნდეთ. აი ხო. მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს გავუღებ კარს ვაჩვენებ გზას მე ერთგულების და სიყვარულის წამს მუდამ იმედის და წმენის ნაპერწკალს მას მივანდობ თავს სულის მეომარს უფლის ნაჩუქარს ამ მეგობრობას არ გავატანთ ქარს ყველა წინაღობას ერთად გადავლახავ გადავცურავ წყალს ერთგულებას ეს საოცარი რა გამარჯობა, მე მარიამი ვარ. გამარჯობა, მე ნია, ტელეფონზე მეგესაუბრეთ. მოფიქრებული გაქვთ უკვე ფოტოსესიის თემატიკა თუ მე დაგეხმაროთ? კი, რაღაცეებზე გზაში ვისაუბრეთ, მაგრამ თქვენი რჩევებიც დაგჭირდება. ძალიან კარგი. მაშინ ინდივიდუალურით გირჩევნიათ დავიწყოთ თუ ჯგუფურით? ჯგუფურით. Open my eyes, I slept through the day. Slept through the day, feeling uneasy, I push it away. Push it away. Last night was fun, don't feel like today. Feel like today, let's do it again, let's go on a date. Cause tonight I'm gonna take you out and კარგი, დავიწყოთ, მზად ხართ? კი. get down and spend up all our notes. I wanna celebrate and have some fun tonight. I wanna show you all the lavish things in life. So raise your toast for all the good times that we'll have. It'll be like the movies, be like the movies. Rich people dreaming. Rich people dreaming. ლაზარე, დაჩი, ალექსანდრე, ნიკა, ცოტათი გაიღიმეთ, პანაშვიდზე ხო არ ხართ?
მართლა რა, ხო გინდა რომ კაი ფოტოები გეყენოთ Instagram-ის პროფილზე. მზად ხართ? კი. კარგი, იმპროვიზაციით დავიწყოთ. მოკლედ, თქვენ როგორც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ისე მოიქცეთ. კარგი, როგორც გინდათ ისე და კი თავარია კომფორტულად იყოთ. მე ვირჩევ შენზე ფიქრებს ლაბირინთი ვიგზავს ვიმღერებ მე შენთვის სიმღერებს და შენთვის გავათქვი ხმას შენ სულ არ გიყვარს კინო მე კი ვნახავდი ოდიშ. კარგი, მოდი, ეხა ჯობია რომ ბიჭებს ცალკე გადავგიღებთ, მერე გოგოებს ცალკე. ლაზარე, ჩამოვდეში მან კამის სახელურზე? აბა, სახით ჩემსკენ? ცოტა გაიგე. კარგი, ბიჭებო, მოდი, ეხა გოგოებს გადავუყოთ, მოდით. მეტრო შენთვის ხარჯავ შენ არ ატარებსაც ფერებს უხამებ თვალებს შენ უსმენ თუ სხვა ამბებს ხურავ როგორი ფოტოები გამოვიდა? შენდანია სიკარგია, მაგრამ ბიჭებზე იგივეს ვერ ვიტყოდი. ხო, ცოტა რცხვენიათ. კი, ფოტოებსაც ეთყობა, ძალიან არაბუნებრივები არიან. მე ვიცი რაც უნდა ვქნა. შეგიძლიათ კიდევ რამოდენიმე ფოტო რომ გადაგვიღოთ. ომნი შენს რომ მოგცემთ შემდეგ. კი, მადლობა. ჩემი აზრით ისე უცეკოს ფოტო დარჩება. ნუ ხარ პესიმისტი. პესიმისტი არა, უფრო რეალისტი. ემილი, როგორი ფოტოები გამოვიდა? ნორმალური. დაიღალეთ? ცოტა. მე კი. მე საერთოდ არა. ისე დაჩი, ციყვის ფოტო რატომ გიყენია? მე გადავიღე ეგ. აუ, გახსოვს. კი. რაზე იცინი? მე ვიცი მაგ ფოტოს ისტორია. აგარაკზე ვიყავით ზაფხულში და ტყეში დავინახე მაგ დროს. აუ, ის გახსოვთ, დაჩის რო ჩაეძინა და ტყეში ვეძებდით? ეხლა კი გვეცინება, მაგრამ მაგ დროს ძალიან შეგვეშინდა. რისი შეგეშინდათ? ტყეში აი, ტყის პიკნიკზე წავიდეთო. კაი, ლაზარე მოყვეს. კაი, ხო. კაი, ნახევარი შენ ვიყევი მე. მოკლედ, აგარაკზე ვიყავით ზაფხულში. მაგარი დღე იყო. ძალიან ცხელა და გადავწყვიტეთ წავსულიყავით პიკნიკზე. და ანუ მივდიოდით ტყეში. დაჩის არ დაეძინა თუ კოღოებმა არ დააძინეს. მოკლედ, დაჩის ეძინებოდა. და ბევრი ბოდიალის მერე დაგვიკარგა დაჩი. არ დავკარგულვარ, ეგრე არ იყო. იმ მომენტში დაგვიკარგა იყო, თან რამდენივე წევით, იცი, ისე შეგვეშინდა. მშობლებსაც ვერ ვეუბნეოდით. მოიცა. ხამემდე ეძებეთ? კი და აი, რომ უნდა გვეთქვა მშობლებისთვის უკვე, გავიგეთ? ესე შორებოდა. არ ხრინავდი. მოიცა. ეზოში ეძინა? ხო, ჩვენ რომ ნერვიულობდით, ეს ვაჟ ბატონი ჰამაკში იჯდა და კოტრიალობდა. მე რა მოხდა? ბოლოს რაც მოხდა, შეგიძლია ფოტოებში ნახო. ხო, კარგი ნახატები გამოგვივიდა დაჩის მძინარის სახეზე. ეგა. რა ეგა? შვენიერი ფოტოები გამოვიდა. ეს ნახე რა სპეციალურად გაგვახსენებინე სასაცილო ისტორია რომ ფოტოები გადაეღო? დიახ, დიახ. ჭკვიანურია, ვერ გაგიბრაზდებით. ნახავთ ფოტოებს. აუ, კი. აუ, რა მაგარი ფოტოა. აუ, მართლა მაგარია. გმადლობთ. დაჩი როგორი ფოტოგენური ყოფილა. მე არ ვარ. რო გეკითხა არ უნდა ფოტოები. შენიც არის ალექსანდრე დამშვიდდი. ერთგულებაზე საოცარი რამ არის არსებებს
არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს ძალას ყოველთვის გაგათბობს ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და საწყისი ისამდე ძვირფასია და შეუფასებელი როგორც ოქროს საწმისი მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს გავუღებ კარს ვაჩვენებ გზას მე ერთგულების და სიყვარულის წამს მუდამ იმედის და რწმენის ნაპერწკალს მას მივანდობ თავს სულის მეომარს უფლის ნაჩუქარს ამ მეგობრობას არ გავატანთ ქარს ყველა წინაღობას ერთად გადავლახავ გადავცურავ წყალს ერთგულებაზე საოცარი რამ არი არსებებს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ მოგცემს ძალას